ეთერშია ბიზნესი რუსთავი ორზე, მე ჟურნალისტი სოფო ხანაშვილი გრიგა ვარ, ერთად გადავხედოთ გასულ კვირასაც და უკვე მიმდინარე კვირასაც როგორი გეგმებია ეკონომიკასა და ბიზნესში. დავიწყოთ ლარის ბოლო ვაჭრობით, როგორია ბოლო გაცვლითი კურსი, ლარი ყველა ძირითადი სავაჭრო ქვეყნის ვალუტასთან გამყარდა, სომხური დრამისა და რუსული რუბლის გარდა, აქ მცირედი გაუფასურება გვაქვს. დეტალურად ოფიციალური გაცვლითი კურსი ასეთია. 1 დოლარი 2 ლარი და 79 თეთრი ღირს, ევრო 3 ლარი და 17 თეთრი. 1 თურქული ლირა, ისევ 6 თეთრად ივაჭრება, 100 რუბლის ფასი კი 3 ლარი და 51 თეთრია. 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 58 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 11 თეთრი. საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა. იანვარში 151 მილიონი დოლარით შევსების შემდეგ რეზერვებმა ჯამში 6.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტია და მისი გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვაზეა ორიენტირებული. მით უმეტეს თუ ამის შესაძლებლობას ბაზარი იძლევა. იანვრის მონაცემებით მთლიან რეზერვებში ოქროს წილი 18%-ს აღემატება, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად მონეტარული ოქროს ღირებულება მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 653 მილიონი დოლარით გაიზარდა. პენსიები და საპენსიო ფონდი ეს ის თემაა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს და ეს ბუნებრივიცაა ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია სქემაში და არა მხოლოდ, აინტერესებს, როგორ იმართება ის თანხა, რომელიც ყოველთვიურად ირეცხება ფონდში. საპენსიო ფონდის აქტივებმა იანვრის ბოლოსთვის 8.5 მილიარდ ლარს მიაღწია, დაგენერირებული ამონაგები კი 2 მილიარდ 400 მილიონ ლარს აჭარბებს. საპენსიო სისტემაში კი 1.750.000 ადამიანია ჩართული. როგორია 2025 წლის შედეგები და რამდენად საიმედოდაა დაცული ჩვენი დანაზოგი, როგორ არის გადანაწილებული თანხა პორტფელების მიხედვით და რა გეგმებია. ამ თემებზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, ამ ბოლო სტატისტიკა ვახსენეთ მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ, 2019 წლის იანვრიდან მოქმედებს დაგროვებითი პენსია რეფორმა მოქმედდა. ეს ამონაგები ამ პერიოდის განმავლობაში არის თუ არა ის თანხა, რომელზე გათვლაც კეთდებოდა და კარგი შედეგი გვაქვს თუ არა? ძალიან დადებითი ტენდენციები შეინიშნება და ძალიან პოზიტიური ზრდები აქვს საპენსიო ფონდს. კერძოდ 2025 წელი რო შევაჯამოთ, კონტრიბუციის სახით მხოლოდ ამ წელს 1.452 მილიონი ლარის ოდენობის შენატანი განხორციელდა დამსაქმებისა და მონაწილეების მიერ. ამას ემატება კიდევ ამონაგები, რომელიც 2025 წელს 794 მილიონი ლარია, რაც ციფრს რომ მარტივად შევადაროთ, 40%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. შესაბამისად, ჩვენ როგორც საპენსიო ფონდი გრძელვადიანი ინვესტორები გახლავართ და საშუალო ასაკი საპენსიო ჩვენი მონაწილეების არის 38 წელი. შესაბამისად, ჩვენი საინვესტიციო ჰორიზონტი და დაგეგმა არის გრძელვადიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვანაწილებთ შესაბამისად საინვესტიციო საქმიანობიდან გამომდინარე ამ კონტრიბუციებს. გვაქვს 3 პორტფელი, კონსერვატიული, დაბალანსებული და ასევე დინამიკური პორტფელი. კონსერვატიული პორტფელის ამონაგები გაწლიურებული რომ ვახსენოთ არის 11.8%, დაბალანსებულის არის 13.3% და დინამიკური პორტფელის არის 15.5%. დინამიკური პორტფელის ამონაგები რა თქმა უნდა მაღალია გამომდინარე იქიდან რომ 3-ჯერ მეტია მათში წილი აქციების კონსერვატიულ პორტფელთან შედარებით და 57%-ს აღწევს. შესაბამისად ის საშუალებას აძლევს ამ პორტფელს რომ იყოს მომგებიანი. თუმცა რისკებიც მაღალია, ხო, რაც უფრო მეტია პორტფელიდან ამონაგები, რისკებიც მაღალია, გულისხმობს რომ მაღალი რისკები, მაგრამ დაბალანსებულია ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც
ძალიან კაფიოდ განსაზღვრავს მოქმედების არეალს. შესაბამისად და ასევე ზედამხედველობს ეროვნული ბანკი, რომელიც აქტიურად უყურებს და შესაბამისად კურირებს ამ მიმართულებას. ბატონ გიორგი, თქვენ პორტფელები ახსენეთ და ძალიან საინტერესოა ჩვენს მაყურებელსაც, რომ ვუთხრათ, ეხლა რა წესი მოქმედებს პორტფელების არჩევასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეიძლება კიდევ დარჩა მაყურებელი, საზოგადოების ნაწილი, ვისაც არ აქვს ბოლომდე ინფორმაცია, ხო? ეხლა რა წესი მოქმედებს, არჩევითია თუ არ არის არჩევითი და რა პროცესი უნდა გაიაროს მოქალაქემ, როგორ უნდა მოხვდეს ნებისმიერ პორტფელში? ჩვენ როგორც იცით, კანონის ცვლილება განხორციელდა და ამოქმედა 2025 წლიდან შესაბამისად ნებისმიერ პირს, რომელსაც ჯერჯერობით არ აურჩევია პორტფელი და უმეტესად ყველა მონაწილე ხა უმეტესად არიან კონსერვატიულ პორტფელში. რამდენი პროცენტია კიდე? 90% ძირითადად კონსერვატიულ პორტფელში გახლავთ. ნებისმიერ ტიპს შეუძლია აირჩიოს პორტფელი წელიწადში ერთხელ, ან 12 თვეში ერთხელ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გავამარტივოთ არჩევის პროცესი და იუსტიციის სახლში, ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ განცხადება დაწერონ და ჩვენ გადავიყვანთ მითითებულ პორტფელში და ასევე ელექტრონული ხელმოწერის საშუალებით ჩვენივე საიტზე შეუძლიათ პირადობის წამკითხველით და პირადი ბარათით, პირადი ID ბარათით გადაიტანონ შესაბამის პორტფელში. პორტფელი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ ერთი პორტფელი. ადრე შესაძლებლობა იყო სხვადასხვა პორტფელების არჩევის და ეხლა არის მხოლოდ ერთი პორტფელის არჩევის შესაძლებლობა. თქვენ ელოდებით, რომ ეს დინამიკა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება პორტფელების არჩევის და გადანაცვლების ერთი პორტფელიდან მეორეში? ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ინფორმირებული გავხადოთ საზოგადოება და მივიტანოთ ის დადებითი და პოზიტიური ტენდენციები, რაც აქვს დაგროვებით სისტემას. შესაბამისად, ხალხიც ხედავს ამ შედეგებს, ყოველთვე ვაქვეყნებთ საინვესტიციო სამსახური ძალიან კარგ მასალებს და ინფორმაციის სახით განათავსებს ჩვენ საიტზე. ასევე გვაქვს ინტერაქტიული საიტი, სადაც ნათლად ჩანს თუ სად არის განაწილებული ჩვენი საინვესტიციო აქტივები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ხალხის ინფორმირებულობას და შესაბამისად ახალგაზრდა მონაწილებიდან გამომდინარე გადავიდნენ მაღალ რისკიან ასე რომ ვთქვათ დინამიკურ პორტფელში და დაბალანსებულ პორტფელში. აი ასაკობრივ ჯგუფს შეეხეთ თქვენ, ეხლა იმ 10%-დან, ვინც არჩევანი გააკეთა, ძირითადად რა ასაკობრივი ჯგუფია? საშუალოდ მაინც 30-დან 40 წლამდე არის, ვისაც დინამიკურში გადააქვს. მე პირველივე დღეს გადავიტანე დინამიკურ პორტფელში და იქ იქნება, რადგან ჩემთვის დაახლოებით 20 წელია დარჩენილი და დიდი ამონაგების მოლოდინი მაქვს გამომდინარე იქიდან, რომ რაც არ უნდა მერყეობა გააჩნდეს ბაზარს, მაინც 20 წელი გრძელვადიანი ჰორიზონტია და გრძელვადაში ყოველთვის მოგება არის სასიკეთოდ ჩვენთვის. სანამ ამ თემას დავასრულებთ, ამოვწურებთ, კიდე ერთი კითხვა მინდა უბრალოდ დავაზუსტოთ. წელიწადში ერთხელ აღნიშნეთ თქვენ, ნებისმიერ დროს შეუძლია მისვლა წელიწადში ერთხელ. არის კონკრეტული ვადა თუ 12 თვე იქნება ჩაკეტილი. მე თუ დღეს ავირჩიე, მაგალითად თებერვალში, ინდივიდუალურად მომავალი წლის თებერვალამდე ვერ შევცვლი. მაგრამ კონკრეტული ინდივიდუალურია რა თქმა უნდა და ნებისმიერ დროს შეუძლია განცხადება დაწეროს და შეცვალოს ეს პორტფელი. კიდევ ერთი საინტერესო თემა, რომელიც აუცილებლად მინდა მოვასწროთ, არის ის ცვლილება, რომელიც 2025 წლის მაისიდან ამოქმედა, როდესაც შემოსავლების დეკლარაციების ხილვადობა გახდა შესაძლებელი და კომპანიები, რომლებიც ხარვეზით ავსებდნენ ამ საპენსიო დანაზოგს, ან ჩამორჩენა ჰქონდათ, ან მიზანმიმართული ქმედება, მათი მონიტორინგიც დაიწყო. რა შედეგებია ეხლა? ძალიან მდინარე, ასევე ძველი დავალიანებების ნაწილში. ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ მეც სულ მინდა რომ ამაზე ინფორმირება მივაწოდო საზოგადოებას. ორ ნაწილად იყოფა მონიტორინგი 2025 წლის მაისიდან ჩვენ გავაერთიანეთ დეკლარაცია, რომელიც შეუერთდა საშემოსავლო დეკლარაციას. ეს მომგებიანი იყო როგორც მონაწილისთვის, ასევე დამსაქმებლისთვისაც, რადგან დამსაქმებელი მარტივად ერთი დეკლარაციის შევსებით გვაწვდის ჩვენ ინფორმაციას თუ ვისზეა მისაღები საპენსიო შენატანი.
იმ დეკლარაციას აქვს თავის საშემოსავლო დეკლარაციას აქვს თავისი სავადო თარიღი. ყოველი თვის 15 რიცხვია წინა თვის შესავსები. შესაბამისად, ამ ინფორმაციას რომ მივიღებთ, დამსაქმებელს მარტივად შეუძლია მხოლოდ თანხა ჩარისხოს შესაბამისი, რომელიც იქვე უჩანს საპენსიო შენატანის ოდენობა, მხოლოდ თანხა შეიტანოს ჩვენ 10 კომერციულ ბანკში გვაქვს გახსნილი ნომინალური ანგარიშები და დეკლარაცია დაიხურება ავტომატურად და განაწილდება მონაწილეს. ეს გაიზარდა, ანუ ხარვეზები და შეცდომები, რა თქმა უნდა, შემცირდა, რადგან დეკლარაცია საშემოსავლოებს უფრო რთულია და დეტალურად შესავსებია. და ამიტომ დამსაქმების რაოდენობაც გაიზარდა, უნდა აღინიშნოს და მონაწილეთა სისწორეც, რომ მონაწილეებს სწორად მოხდეს დეკლარირება. თუ ეს არ მოხდა, მაგალითად, სავადო თარიღში თუ არ დახვდა თანხა საპენსიო სისტემაში, მეორე დღეს ჩვენი სისტემა ავტომატურად აჯარიმებს დამსაქმებელს. და ასევე ჩვენ დავამატეთ საურავი საკითხი, რადგან თუ ძალიან დააგვიანა საპენსიო შენატანის, ჩვენი მონაწილეს, ჩვენთვის პირველი არის მონაწილე, მათი ინტერესი რომ არ დაუკარგოთ ყოველდღიური ამონაგები, რადგან ყოველ დღე შემოსული კონტრიბუცია მიმართება ფონდში, რომელსაც ერიცხება ამონაგები. რაც შეეხება 2025 წლის მაისამდე, აქაც ჩვენ გავამარტივეთ. აქ არ არის ჯარი. მაისამდე რაც იყო დარღვევები, ვისაც არ აქვს შესრულებული ვალდებულებები, მაისამდე 2019 წლის 1 იანვრიდან, აქ არის მხოლოდ ჯარიმა და არ არის საურავი, აქ არის გეგმიური მონიტორინგი და არაგეგმიური მონიტორინგი და ჩვენ ყველას ვამოწმებთ, ვცდილობთ რომ ყველასთან დავფაროთ და მინდა მივმართო დამსაქმებელს რომ დღესაც ყოველთვის შეუძლიათ ერთი მაკორექტირებელი დეკლარაციით წლის განმავლობაში დახურონ ის წელი და შეასრულონ ვალდებულება. ანუ დამსაქმებელი მოგმართავენ რომ გარკვეულწილად გადაუვადოთ, გაუწეროთ გრაფიკი, ეს კანონი ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ სანამ ჩვენ შევამოწმებთ, სანამ მონიტორინგი დაიწყება, სანამ კიდევ ვადები მიეცემათ შესრულებისთვის თავიანთი ვალდებულების, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს 2019-დან მოყოლებული ყველა წელი ერთი მაკორექტირებელი დეკლარაციით გაასწორონ და დახურონ. იყო ესეთი შემთხვევები. რა თქმა უნდა, ბევრი არის ესეთი შემთხვევა და იზრდება ასეთი კომპანიების რაოდენობა. არა, პირიქით, კლების ტენდენცია აქვს, რადგან ძალიან ბევრმა უკვე კომპანიებმა დაიწყეს გასწორება, დაახლოებით უკვე 60 მილიონ ლარამდე ძველი ვალდებულებები შესრულდა. ამას რა თქმა უნდა მონიტორინგის ფუნქცია მოვალეობას დაემატა და ის რომ საპენსიო ფონდს უკვე შეუძლია შეამოწმოს. ეს არის შედარება შემოსავლების სამსახურში არსებულ განაცემებთან და ჩვენ ბაზარში არსებულ ინფორმაციასთან, რომელიც უჩანთ ჩვენ სისტემაში და მარტივად შეუძლია ნახოთ. ან გაასწორონ, ან ჩვენთანაც შეიძლება ჩვენი შესაძლებლობაც მივეცით, რომ ჩვენთან აღნიშნონ, რომ ის ინფორმაცია, რაც წარმოუდგენელი აქვს, სწორია ჩვენთან და დოკუმენტალურად დავიგვისაბუთონ. ამ შემთხვევაში ვეთანხმებით და ამ საკითხს უკვე აღარ ვეხებით. აი, უბრალოდ სანამ დაგემშვიდობებით, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ის საურავი, რომელიც მიმდინარე დავალიანებების დროს გამოიწერება, ეს თანხა ყველა საურავი მონაწილეზე ნაწილდება, ნებისმიერი საურავი, ვის შემთხვევაში მოხდა იმ დეკლარაციის შესაბამისად, დეკლარაცია შეიძლება იყოს 10 ადამიანი და დეკლარაციის შესაბამისად ნაწილდება ეს საურავი მიემართება მონაწილეზე სრულად. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ძალიან საინტერესო იყო და ძალიან სასარგებლო ინფორმაცია, დაგვრჩა თემები, ამიტომ იმეც ვიტოვებ, რომ კიდე შევხვდებით ძალიან მალე. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემა სხვა თემით, კომპანია ჩვენი სათბურების საგარეჯოში. საჩითილე მეურნეობას ავითარებს, უკვე დაწყებულია რამდენიმე კულტურის ჩითილების გამოყვანა. როგორც კომპანიაში ამბობენ, მოთხოვნა სულ უფრო მზარდია და ადგილობრივი ფერმერებისგან შეკვეთები უკვე მიიღეს. მეურნეობა 1 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, თუმცა ჯერ მხოლოდ ნაწილია ათვისებული, სადაც აქამდე მხოლოდ კიტრი მოჰყავდათ, ხოლო ღია გრუნტზე სალათის ფურცელი. გაზაფხულიდან ახალი კულტურების დამატება იგეგმება როგორც სათბურებში, ასევე ღია გრუნტზე. სასათბურე მეურნეობა საგარეჯოში უკვე რამდენიმე თვეა ადგილობრივ მოსახლეობას ბიოპროდუქტით ამარაგებს. კომპანიის მთავარი მიზანი კი იმპორტირებული პროდუქციის ქართული ჩანაცვლება. შინაური ცხოველების მოვლის ქართულ აპლიკაციაზე თათი მოთხოვნა იზრდება.
სტარტაპში აცხადებენ, რომ პლატფორმას დაემატა ისეთი ფუნქციონალები, რომლებიც ჩინაური ცხოველების მოვლის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. თათის აპლიკაციამ შექმნა საქართველოში პირველი სრულყოფილი ვეტერინარული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კლინიკებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მართონ ყოველდღიური საქმიანობა. პაციენტების დღის წესრიგი, ფინანსები, ინვენტარიზაცია, ქირურგიული პროცესები, ლაბორატორიული კვლევები და მომხმარებელთა ელექტრონული ანკეტები. ასევე პლატფორმა უზრუნველყოფს ვეტერინარული და გრუმინგ სერვისების სრულ გაციფრულებას და აერთიანებს მომსახურების მიმღებსა და მიმწოდებელს ერთ ეკოსისტემაში. ამ ეტაპზე თათის 11,000-ზე მეტი მომხმარებელი და 40-ზე მეტი პარტნიორი ვეტერინარული კლინიკა და გრუმინგ სალონი ჰყავს. კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. Bybit Georgia ოფიციალურად უშვებს Bybit Card საქართველოში, რითაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას კრიპტოვალუტით გადაიხადონ ყველგან, ყველა წერტილში, სადაც Mastercard-ით გადახდაა შესაძლებელი. Bybit Card-ი ეს არის Mastercard-ის ბარათი, რომელიც შექმნილია Mastercard-თან და Pave Bank-თან პარტნიორობით. ბარათი სარგებლობს Mastercard-ის გლობალური ქსელის სრული მხარდაჭერით. Bybit Card-ი ხელმისაწვდომია როგორც ვირტუალური ფორმით, რომელიც ავტომატურად აქტიურდება და შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივი დამატება ციფრულ საფულეში, ასევე ფიზიკური ბარათის სახით, რომლის დამზადებასა და მიწოდებას გარკვეული დრო სჭირდება. Bybit Card-ი არის Mastercard-ის prepaid ბარათი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ კრიპტოაქტივები მარტივად გამოიყენონ ყოველდღიურ გადახდებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ეს არის ერთგვარი ხიდი კრიპტოს და რეალურ ცხოვრებას შორის. ბარათი მიიღება 90 მილიონზე მეტ Mastercard-ის ობიექტში მსოფლიოს მასშტაბით და იდეალურია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა კრიპტო გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში, მარტივად, უსაფრთხოდ და გლობალურად. ამ ეტაპზე კარდი ხელმისაწვდომი არის როგორც ვირტუალური სახით, ასევე ფიზიკური ფორმით. ის თავსებადი არის Google Pay-თან, ხოლო Apple Pay სულ მალე დაგვემატება. Mastercard-ი ყოველთვის ლიდერი არის ინოვაციების შემოტანით ქვეყანაში. Bybit-ი ამ შემთხვევაში არის ჩვენი გლობალური პარტნიორი, ეს არის კრიპტო ბირჟა. და მასთან უკვე წლებია თანამშრომლობთ, სხვადასხვა ქვეყანაში ვუშვებთ ერთობლივად კრიპტო ბარათს, ეგრეთ წოდებულს. შესაბამისად, ქართულ მომხმარებელს Bybit-ი სთავაზობს კრიპტო ბარათს და მათ შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა კრიპტო აქტივებით არა მარტო ივაჭრონ, არამედ უკვე გადაიხადონ ბარათით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. ბარათის მიღება ძალიან მარტივია. Bybit-ის აპლიკაცია უნდა დაიყენოთ ტელეფონზე, გაიაროთ ასე ვთქვათ KYC პროცედურა ონლაინ. და ციფრული ბარათი მყისიარად დაგეგენერდებათ აპლიკაციაში. თუ დამატებით ფიზიკური ბარათიც გსურთ, შეგიძლიათ ასევე დააფიქსიროთ მოთხოვნა და შესაბამისად Bybit-ი ამ ბარათსაც მოგაწვდით შესაბამის მისამართზე. Bybit ბარათის საქართველოში გაშვება მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ციფრული ფინანსების ეკოსისტემისთვის. PayU ბანკი ამაყობს, რომ ხარს უჭერს ამ ინიციატივას შესაბამისი საბანკო ინფრასტრუქტურისა და გადახდების კავშირის უზრუნველყოფით. ეს პარტნიორობა ასახავს ჩვენს ერთგულებას ინოვაციების ხელშეწყობის, ციფრული აქტივების რეგულირებადი დანერგვის მხარდაჭერისა და გლობალური ფინტექ გადაწყვეტილებების საქართველოს ბაზართან დაკავშირების მიმართ. მიუნხენში ევროპის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი უდიდესი გამოთვლითი ცენტრი გაიხსნა. მიზეზი ევროპის ციფრული სუვერენიტეტის გაძლიერებაა, რადგან ევროკავშირი საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის შექმნას და უცხოელ მიმწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. სახელად სამრეწველო ხელოვნური ინტელექტის ღრუბელი. Deutsche Telekom-მა NVIDIA-სთან და მონაცემთა ცენტრის პარტნიორ Polarize-თან ერთად შეიმუშავა. მიუნხენში ცენტრი დაახლოებით 6-იანი მშენებლობის შემდეგ გაიხსნა. ობიექტი შექმნილია ბიზნესებისთვის, კვლევრებისა და საჯარო დაწესებულებებისთვის, მაღალი ხარისხის ხელოვნური ინტელექტის გამოთვლების უზრუნველსაყოფად. მონაცემები და ოპერაციები ევროპული იურისდიქციის ქვეშ დარჩება. ხელოვნური ინტელექტის ქარხანა თითქმის 10,000 NVIDIA Blackwell-ის და გრაფიკულ პროცესორზე მუშაობს, რომელიც ტელეკომის თქმით საკმარისია ევროკავშირის 450 მილიონი მოქალაქისთვის, რომ ერთდროულად გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი. რძეში აფლატოქსინის დღეს არსებული ნორმა შესაძლოა გადაიხედოს. ცვლილებებს სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ. ინდუსტრია გადაწყვეტილების მოლოდინშია. რატომ უჭირთ სტანდარტების დაკმაყოფილება სექტორის წარმომადგენლებს და რა გამოწვევების წინაშე არიან წარმოებლები? დეტალებს სიუჟეტიდან გავიგებთ.
ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად საქართველოში რძეში ალფა-ტოქსინის დასაშვები ნორმა დღესდღეობით 0.5 მიკროგრამია. სურსეთში მათ შორის რძეში ალფა-ტოქსინ M1-ის შემცველობის უმაღლესი სტანდარტი ქვეყანაში 2016 წლიდან მოქმედებს. რძის სექტორი ალფა-ტოქსინის არსებული ნორმის გადახედვას და დროებით 0.5 მიკროგრამამდე დაბრუნებას ითხოვს. საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა დაწყებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი, რომ ზღვარი გადაიხადოს და ეტაპობრივად შევძლოთ მისი დაწევა, იმიტომ რომ ალფა-ტოქსინის ის ზღვრული ნორმა, რომელიც 0.5 მიკროგრამი იყო შემცველობა ქვეყანაში და რომელიც კოდექს ალიმენტარიუსის ასე ვთქვათ სტანდარტებს შეესაბამებოდა და მთელ მსოფლიოში არის ეს მიღებული გამომდინარე იქიდან, რომ ის ადამიანისთვის ჯანმრთელობის და ზიანის მომტანი არ იყო. ჩვენ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის აი ამ ციკლში დავწიეთ, რამაც გარკვეული ტიპის პრობლემები შექმნა. საქართველოსგან განსხვავებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და სხვა წამყვან ქვეყნებში ალფა-ტოქსინის ზღვრული ნორმა მაღალია და 0.5 მიკროგრამს შეადგენს. დარგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქართული რძის ინდუსტრიაში ევროკავშირის სტანდარტი ნაადრევად დაინერგა, რამაც ადგილობრივ ფერმერებსა და გადამამუშავებელ საწარმოებს რთული მდგომარეობა შეუქმნა. ზოგიერთი ფერმის რძე ვერ აკმაყოფილებდა ამ ზღვარს, შესაბამისად რძის გადამამუშავებელ კომპანიებს უწევდათ ამ რძის მიბრუნება მწარმოებელთან, რის მერეც ამ რძის გადაღვრა ხდებოდა. ანუ ძალიან დიდი ზარალი აქვს ფერმერებს და ეს ფერმების ასე ვთქვათ დიდი პრობლემაა და რეალურად მათ გაკოტრებისკენ და განადგურებისკენ სულ ბიძგებს. ალფა-ტოქსინის პრობლემა მხოლოდ რძის წარმოების პროცესში არ იჩენს თავს. ეს არის ჯაჭვი, რომელიც იწყება ნიადაგიდან და პირუტყვის საკვებიდან. მწარმოებლების თქმით, ევროკავშირისგან განსხვავებით, სადაც სოფლის მეურნეობა მასშტაბურად სუბსიდირდება, ქართული ფერმერებისთვის ამ ეტაპზე ურთულესია საკვები ბაზის ისეთი კონტროლი, რაც რძეში ალფა-ტოქსინის მინიმალურ შემცველობას უზრუნველყოფს. უამრავი კიდევ პრობლემა იქ შენახვა თვითონ პროდუქციის, ეს ხდება ძირითადად მარცვლეულზე სიმინდიდან შემოტანილი შროტებიდან. შროტებს საქართველოში ვერ ვაწარმოებთ, ამ ცილოვან საკვებს და ამ პუნქტებზე უფრო მეტი კონტროლის დაწესებას გაითვალისწინებს სამომავლო, თუ ესე დარჩა და არ შეიცვალა ეს ნიშნული და ფერმერებსაც რა თქმა უნდა უფრო მეტი ინვესტირება მოუწევთ როგორც სასაწყობო მეურნეობის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სხვადასხვა მიმართულებებით. ალფა-ტოქსინის შემცველობის ნორმების გამკაცრება 10 წლის წინ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით დადგა დღის წესრიგში. გადახედავს თუ არა მთავრობა არსებულ სტანდარტებს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ბიზნესი რუსთავი 2-ზე ამით დასრულებულია. გემშვიდობებით ხვალამდე, თქვენ კი დარჩით რუსთავი 2-ზე.